მოდით ვნახოთ მეგობრებო, რა გელოდებათ ახლო მომავალში 1 ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით ამ ერთი კვირის განმავლობაში. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და მოდით ვნახოთ აბა რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. და პირველ რიგში პენტაკლების 3-იანი, კვერთხების 2-იანი, კვერთხების 8-იანი, იმპერატორი კაცი, თასების პაჟი, პენტაკლების 2-იანი და განდეგილი. შეხედეთ მეგობრებო, პირველ რიგში თუ თქვენ გაქვთ რაღაც ისეთი სამსახური, სადაც თქვენ მუშაობთ კლიენტების რაოდენობაზე, ბონუსების რაოდენობაზე, ან ზოგადად გიწევთ ადამიანებთან კომუნიკაცია, შეთანხმება, მოლაპარაკება, მინდა გითხრათ, რომ აქ თქვენკენ აუცილებლად წამოვა ახალი კლიენტურა, ახალი აუდიტორია, ხო, ვისთვისაც ეს აქტუალური არის. თუ თქვენ მაგალითად მუშაობთ რაღაც ბონუსების სისტემაზე, მაგალითად გჭირდებათ რაღაც მეტი ბონუსები სამსახურში და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი საოცილებლად იქნება. პლუს ამასთან ერთად ამ ერთი კვირის განმავლობაში მოდის ასეთი საკუთარი თავის შესწავლა, საკუთარ თავში ჩაღრმავება, როდესაც თქვენ უყურებთ საკუთარ თავს, იცით როგორ განა შიგნით ჩაიხედებთ, თუმცა რა თქმა უნდა ესეც იგრძნობა, რომ შიგნით გინდათ არ გინდათ მოგიწევთ ჩახედვა, საკუთარი თავისთვის რაღაც ძალიან ბევრი შეკითხვების დასმა, რომლებზედაც შეიძლება ყოველთვის სიამოვნო პასუხი არ იყოს. მაგრამ ამასთან ერთად კვერთხების 2-იანს იცით აქ როგორ ხედავ, როდესაც თქვენ უყურებთ საკუთარ ცხოვრებას როგორც მაყურებელი ფილმის, სერიალის მაგალითად, არ ვიცი რამდენმა თქვენგანმა იცის ეს შეგრძნება, მაგრამ რაღაც ასეთი ენერგიები წამოვიდა. აი, როდესაც ჩვენ ვუყურებთ რამე ფილმს, სერიალს, ამ დროს ხომ ჩვენ ვაკვირდებით პერსონაჟებს, მათ ფსიქოტიპებს, შესაძლოა სადღაც გავკიცხოთ, ხო, დავფიქრდეთ მის ადგილას როგორ მოვიქცეოდით, რას გავაკეთებდით და ასე შემდეგ. და ამ ერთი კვირის განმავლობაში ნამდვილად მოგეცემათ იმის საშუალება, იმის პერსპექტივები, რომ საკუთარ თავს, საკუთარ რეალობას, წარსულს, ამჟამინდელ რეალობას შეხედოთ ზუსტად ასეთი კუთხით, ზუსტად ასეთი თვალსაზრისით და ეს იქნება თქვენთვის ძალიან თერაპევტული. პლუს ამასთან ერთად აქ მოდის გარკვეული სწრაფი ზრდა, ფინანსური ენერგია, მოულოდნელი რესურსებიდან, მოულოდნელი ადამიანებისგან შეიძლება წამოვიდეს, ასევე ჩანს კონკრეტული ადამიანისგან გარკვეული ყურადღება თასების პაჟის სახით, თუმცა ეს გახლავთ მეგობრებო პაჟი, ამიტომაც აქ ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც სიღრმისეული გრძნობები და ემოციები მოდის მეთქი კონკრეტული ადამიანისგან, მაგრამ ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ აუცილებლად იგრძნობთ საპირისპირო სქესისგან რაღაც გარკვეულ ინტერესს და შესაძლოა ეს ინტერესი იყოს ძალიან მოულოდნელი თქვენთვის. ძალიან მოულოდნელი. კიდევ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში? არკანი მთვარე, არკანი თასების 5-იანი და არკანი მზე. მეგობრებო, ძილის რეჟიმს მიაქციეთ ყურადღება პირველ რიგში. აქ აშკარად ხედავ ჩემნაირ ადამიანებს, რომლებსაც ღამე ღვიძავთ და დღისით ძინავთ ხოლმე. ან რაღაც აბდაუბდარეული რეჟიმები შეიძლება გქონდეთ, ამიტომაც ამას აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ, იმიტომ რომ ეს მენტალურად გთრგუნავთ აშკარად. ხო, შესაძლოა რაღაც მომენტში თქვენ ამით კომფორტულად გრძნობდეთ თავს, მაგრამ ცოტათი ეცადეთ რომ გამოასწოროთ თქვენი რეჟიმი, ხო? ვისაც გაქვთ რა თქმა უნდა რეჟიმი გამოსასწორებელი, იმიტომ რომ მენტალურად ეს თქვენზე ძალიან მძიმედ და არასასიამოვნოდ მოქმედებს. ამასთან ერთად აქ თქვენ მოგიწევთ საკუთარ შიშებში ჩაღრმავება, საკუთარი თავისთვის რაღაც შეკითხვების დასმა, რომ მაგალითად აი ამ პროცესების რატომ მეშინია, რატომ ვუარყოფ კონკრეტულ ადამიანებს ჩემს რეალობაში ან კონკრეტულ სიტუაციებს და ასე შემდეგ. რაღაც ასეთ შეკითხვებს დაუსვამთ საკუთარ თავს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კვირის ბოლოს თქვენ თავს აუცილებლად ძალიან კმაყოფილად იგრძნობთ. იმიტომ რომ შეძლებთ რომ გააკეთოთ სწორი დასკვნები და პლუს არკანი მზე მეტყველებს რაღაც მატერიალური კეთილდღეობის შესახებ და ნახეთ არკანი იმპერატორი კაცი გვეუბნება იმის შესახებ, რომ აქ ავტორიტეტის ზრდა შეიძლება იყოს ან თითქოს გაგახსენდეთ ან კონკრეტულმა ადამიანმა შეგახსენოთ ვინ ხართ თქვენ.